ჩიჯავაძის საავტორო პროგრამა. მოგესალმებით პროგრამის ავტორი მალიკა ჩიჯავაძე, ხმის რეჟისორი გახლავთ ინგა გურგენაძე, ინტერნეტი ჩვენს ეთერს უზრუნველყოფს ნოდარ კაცაძე. თქვენ შეგიძლიათ მოგვისმინოთ FM 102.4-ზე და გვიყუროთ რადიო 1G. ეს საზოგადოებრივი რადიო, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ 240 91 92 240 92 92. ამ ნომერზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ დაახლოებით 50 წუთის მანძილზე და დაუსვათ შეკითხვები ჩვენი გადაცემის სტუმარს. ის კი გახლავთ მომხიბლავი, შესანიშნავი მომღერალი სოფი გორდელაძე. დიდი მადლობა სოფი რომ გესტუმრე. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. დიდი მადლობა თქვენ გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. აუცილებლად ყველას გილოცავთ, ყველა მართლმადიდებელს ულოცავ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით. ახლა კი დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მიხარია რომ ასე დღეს ხარ შენ ჩვენი გადაცემის. მეც ძალიან მიხარია. სტუმარი. ხშირად მოდიხარ ჩვენთან, როცა გვაქვს საშუალება ყოველ შემთხვევაში ჩამოდიხარ და გვანებიურებ შენი ახალ-ახალი ჩანაწერებით. ახლაც ჩამოგვიტანე ის ჩანაწერები, რომლებიც წინა ყოფნის შემდეგ გქონდა ის სპექტაკლები, რომლებსაც დღეს მოვისმენთ და ერთ-ერთი პირველი, უბრალოდ ძირითადი ნაწილი დღევანდელ გადაცემაში ეთმობა ვერდის ნაბუქოს, ეს ტიროლის ფესტივალის ჩანაწერია. მოვისმინოთ პირველი ნომერი, ეს იქნება ტერცეტი, ოღონდ შემსრულებლების შემოგითხრა. დიახ, აბიგაილის როლში მე გახლავართ. ისმაილს მღერის ამერიკელი ტენორი ჯორჯ უინსენტ ჰამფრი და ფენენას რუსი მეცო-სოპრანო სვეტლანა კოწინა, დირიჟორობს მაესტრო გუსტავ გუნი.
თქვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი ვერდის ოპერა ნაბუქოდან, სადაც აბიგაილის პარტიას ასრულებდა ჩვენი გადაცემის სტუმარი სოფი გორდელაძე და პარტნიორები შეუნა გუსტავ გუნი დირიჟორი იყო, ჯორჯ ჰამფრი და სვეტლანა კოტინა. ეს არის გენერალური რეპეტიციის ჩანაწერი, სამწუხაროდ სპექტაკლების ჩანაწერები ძალიან რთული მოსაპოვებელია, უმეტესობა თეატრებისა არ იძლევა ამ ჩანაწერებს და ის კი არა რაღაცა არც გადაღების უფლებას გაძლევენ და ასე შემდეგ, ამიტომ ხო, მაგრამ გენერალური რეპეტიცია ისეთია, რომელიც აბსოლუტურად სრულფასოვანი სპექტაკლია. კი, რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები გვაკლია. ხო, ეს უნდა უთხრათ, იმიტომ რომ არც ჩახოლებები ისმის დარბაზში, არც აპლოდისმენტები. არც ტელეფონის ზარები. ხშირად ორი კაც. საკმაოდ. ხო. ყველგან არის. სხვათა შორის ავსტრიაში უნდა ვთქვა, რომ ძალიან ისეთი პუბლიკა არის. ძალიან კულტურული და სხვანაირი. ავსტრიაში მართლა არ გამიგია ტელეფონი, არა, ნუ ჩახველება ეხლა რა თქმა უნდა. არ ჩახველება ეს. განსაკუთრებით ეს ფესტივალი ზამთარშია და იქ. ხო, მოდი ახლა ამ ფესტივალზე გითხარი, მაგრამ მანამდე მსმენელს შევახსენებ ტელეფონის ნომერს 240 91 92 240 92 92. ამ ნომერზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩვენი გადაცემის სტუმარ სოფი გორდელაძეს დაუსვათ შეკითხები, გაესაუბროთ უბრალოდ მას, ან უბრალოდ უთხრათ კომპლიმენტები. დიახ, სოფი, ფესტივალზე მინდა რომ გითხრა. ეს ფესტივალი არის ტიროლის საერთაშორისო ფესტივალი ავსტრიაში, უკვე მეოთხე წელიწადია ამ ფესტივალზე ZDZ ვმუშაობ, არის ორჯერ ზამთარში და ზაფხულში და ისეთი ძალიან კარგი როლები მაქვს ნამღერი მაქვს რიგოლეტო, რომელიც მერე იოან ჰოლენდერმა ჩაწერა და თავის სატელევიზიო გადაცემაში გაუშვა ავსტრიულ არხზე. მაქვს ნამღერი მოცარტის და დაპონტეს სამივე ოპერა, დონ ჟუანი, ფიგაროს ქორწინება და ასე იქცევა ყველა ქალი და ეხლა მიემატა ეს ნაბუქო წელს ზამთარში და ეხლა ზუსტად მაისში მეწყება უკვე რეპეტიციები მოცარტის ჯადოსნურ ფლეიტაზე, სადაც პამინას ვიმღერებ და ისევ ამ ფესტივალზე და მე გავაგრძელებ უკვე მოცარტით ბერნის საოპერო თეატრში ფიგაროს ქორწინებაში გრაფინიას ანუ კონტესას ვიმღერებ. გუსტავ კუნი ვახსენეთ ჩვენ დირიჟორი, რომელთაც მე მგონი ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გაქვს, ასე მახსოვს მე ხომ და ძალიან ხშირად თანამშრომლობთ და არაჩვეულებრივი მაესტროა, უნდა ვთქვა, რომ ძალიან გავიზარდე მასთან როგორც მომღერალი, მას შემდეგ რაც მასთან მუშაობა დავიწყე. ეს ოპერაც ახლა ნაბუქო და აბიგაილი მე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენთ ვინმე შემომთავაზებდა, იმიტომ რომ ძირითადად უფრო ლირიულ და ლირიკო-კოლორატურულ რეპერტუარსაც ვღეროდი აქამდე. ეხლა უფრო ლირიულ რეპერტუარს მღერი, მაგრამ აი მაესტრო სხვანაირად ხედავს ამ ოპერას იმ მხრივ, რომ მიაჩნია ეს უფრო ბელკანტოს ტიპის ოპერად, ვიდრე ვთქვათ დღეს არის მიჩნეული, რომ რაღაც აუცილებლად გენა დიმიტროვას ხმამ უნდა იმღეროს, იმიტომ რომ ვერდიმ როდესაც ეს დაწერა ნაბუქო აბიგაილის როლი იმღერა მისმა მეუღლემ ჯუზეპინა სტრეპონიმ. მომავალში მეუღლემ. რომელმაც 10 წლის მერე, როცა ვერდიმ რიგოლეტო დაწერა, იმღერა ჯილდას პარტია. ანუ დაახლოებით ერთი და იგივე ხმად წარმოედგინა ეს ვერდის და ნუ მაესტროც ესე უყურებს ამას და დამარწმუნა, რომ შევძლებდი ამ ოპერის სიმღერას. თორე ნამდვილად პირველად რომ დამირეკეს და მითხრეს, ძალიან გავხცებული დავრჩი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან მოხერხებულად, კომფორტულად გრძნობდი თავს ამ როლში და არ ვიცი რამდენად ხშირად მომიწევს მომავალში ამის სიმღერა, მაგრამ ძალიან დიდი ბედნიერება იყო ამ ოპერის შესრულება. ულამაზესი ოპერა არის, ულამაზესი გუნდები, მუსიკა არაჩვეულებრივი და თვითონ ეს როლიც მე ძირითადად სულ ესეთი კარგი გოგონების როლს მღერი ხოლმე ჯილდა და რაღაცა ბოლოში რო ესე საწოდავად და ვიოლეტაც და ესე დაჩაგრულები და ეს იყო ნამდვილი ისეთი აი დრამატული და ესეთი ძალაუფლების მოყვარე და აი რაღაცა ესეთი გმირი, რომელიც არ ვიცი რამდენად ხშირად სხვა გმირების ესეთების სიმღერა მომიწევს, მაგრამ ძალიან მომეწონა. მაგრამ ბოლოსკენ მაინც სინანია. ხო, სულ ბოლოს სცენაში კი, მაგრამ მთელი ოპერა ძალიან ისეთი დაძაბულია დრამატულად და ძალიან დიდი გამძლეობა სჭირდება არა მარტო ვოკალური თვალსაზრისით, არამედ ფიზიკურადაც და ემოციურადაც. ხო, რამდენიც ამბობენ სტრეპონი ახსენე შენ და სტრეპონის ძალიან ადრე დაკარგა ხო სტრეპონი მხმა და ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ აბიგაილს მღეროდა ბერს, რომ ძალიან რთული პარტიები იყო. ვერდის ოპერების, ადრეული ოპერები ხო რაღაც სხვანაირი სირთულით გამოირჩევიან და ნუ ეტყობა ისეთ კომფორტულად არ არის დაწერილი შეიძლება მომღერლისთვის, როგორც აი თუნდაც პირველივე შემოსვლა მტერცეთის დასაწყისში არის უკიდურესი დაბალი ნოტები და უკიდურესი მაღალი პირველ სამ ფრაზაში და ფაქტიურად იქ უკვე ყველაფერი ჩანს. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს მოვისმინოთ უკვე არია ვერდის ნაბუქოდან მღერის ჩვენი გადაცემის სტუმარი სოფი გორდელაძე. მოდით მოვისმინოთ, შემდეგ კი განვაგრძოთ საუბარი.
ეს იყო აბიგაილის არია ვერდის ნაბუქოდან, მღეროდა ჩვენი გადაცემის სტუმარი სოფი გორდელაძე. ახლა სტრეტა გრძელდება, მაგრამ მუსიკალური ნომრებისთვის სხვადასხვა ნომრები გვინდა მიჩნდა, ამიტომ დიდ დროს ბევრ ნომერს, თითო ნომერს ვერ დავუთმის. ახლა სტრეტა გესმით ფონად, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ 240 91 92 240 92 92 საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომერია. გველოდება ერთი მსმენელი კარგა ხანია დარეკა და გისმენთ. უკაცრავად რომ გალოდინეთ. გისმენთ ეთერში ხართ? ბატონო? ეთერში ხართ გისმენთ? გისმენთ? არიკა მე ვარ. ხო დედა, მაგრამ მე პირდაპირ ეთერში ვარ საყვარელო, ეხლა და უკაცრავად თან დიდი ბოდიში. არ ვიცი, ჩემო შვილმოდარეკა. იქნებ რამეს კითხვა უნდა და ისმენს თუ შეკითხვა აქვს, ინგა დაგვისვას კი ბატონო, ეთყობა სახში ისმენს გადაცემას. საყვარელი. სტუმართან აქვს შეკითხვა. კი ბატონო, დედა, მიკითხე. ნინი, გისმენთ, მაშინ თქვი დედა რა გინდა? კითხვა მაქვს. რამის წიდან დაიწყეთ თქვენ სიმღერა? დიდი მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მე სიმღერა დავიწყე ჩვეულებრივ, ანუ ბავშვობას არა ოპერა, ჩვეულებრივი სიმღერები ძალიან პატარა ასაკში, მე მგონი 3 წლის ვიყავი პირველად, რომ კონცერტზე შევასრულე რაღაც სიმღერა და მე სულ მღეროდი, რადგან დედა მუსიკოსია, მასწავლიდა ბავშვობიდანვე სიმღერებს და რაც შეეხება პროფესიონალურად უკვე 17-18 წლის ასაკიდან დავიწყე მუშაობა სერიოზულად. აი ხო ხედავ ჩემი გოგო დაინტერესდა. როგორი შეკითხვა მქონდა? აგვიმღერდეს კიდეც რო გაიცდება. ნახოთ. რატომაც არა. დიდი მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ტელეფონის ნომერს, პირდაპირ ეთერის ნომერია 240 91 92 240 92 92 სოფი გორდელაძეს დაუსვით შეკითხვები, დაგვირეკეთ. სოფი, მინდა რომ გითხრა ახლა რასაკეთებ? რატომ? იმიტომ რომ მე მგონი რაღაცა ხანგრძლივი კი არა, რაღაც მუდმივი კონტრაქტი გაქვს ახლა. კი, ეხლა მომავალ სეზონზე ვიქნები ბერნის ოპერის სოლისტი, ანუ მთელი 2016-2017 წლის სეზონის განმავლობაში. მელის ძალიან საინტერესო პარტიები, ეს არის გრაფინია ფიგაროს ქორწინებაში, მარგარიტა ფაუსტში, რომელიც ჩემთვის აი ერთ-ერთი ყველაზე საოცნებო პარტია იყო და ის რო გავიგე სხვა პირები აღარ მიკითხავს, არ ძალიან მინდოდა ამ ოპერის სიმღერა. და გარდა ამისა, პარალელურად, ანუ რაღაც შუალედები მექნება იქ და ამ პერიოდში მაქვს მოწვევა ვექსფორდის საერთაშორისო ფესტივალიდან, ირლანდიიდან, სადაც შევასრულებთ დონიცეტის მარია დე რუდენს ასეთი ოპერა არის მატილდეს პარტიას და გენუის თეატრიდან მაქვს კიდევ ორი შემოთავაზება, ორივე არაჩვეულებრივი როლია, ერთი არის ფიორდილიჯი, ასე იქცევა ყველა ქალიდან, მოცარტი. აქ ნამღერი გაქვს ხო გენუაში? გენუაში არაერთხელ მიმღერია სხვა ოპერებში, ეხლაც მე მგონი მივცემთ ჩვენ ერთ ფრაგმენტს. კი, ერთ ფრაგმენტს მივცემთ აქედან. და მეორე არის სიყვარულის ნექტარიდან ადინას პარტია. ორივე ძალიან მინდა რომ შევასრულო, უბრალოდ ეხლა ვცდილობთ რომ ბერნთან შევათანხმოთ პერიოდები. ალბათ ორივე არ გამოვა, მაგრამ ერთ-ერთს აუცილებლად ვიმღერებ. გიწყობენ ხალხას ხო კი, ძალიან. უნდა ვთქვა, რომ ჯერ არ დამიწყე მუშაობა და უკვე ჩავედი რაღაც თხოვნებით, რომ იქ გამიშვით და ძალიან ცდილობენ, რომ ყველანაირად ხელი შემიწყონ და თუ ასე არ იქნება, ძნელი იქნება შენთვის გამოსვლა და რაღაც კონკრეტულად ერთიანთან ყოფნა, ვინაიდან ძალიან ბევრი გაურბის ასეთ კონტრაქტს. ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს თვითონაც ძალიან კარგად ესმით, მით უმეტეს იციან, რომ ახალგაზრდა მომღერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა თეატრებში საკუთარი ძალების მოსინჯვა და რომ გააცნო ხალხს თავი თეატრებმა გაგიცნო და ასე შემდეგ და ამიტომ ვფიქრობ, რომ გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს და აი შევხედავ როგორ ვიმუშავებ. მე ძალიან ყოფილიყავი, როცა ჟენევის თეატრშიც ვიმუშავე 2 წელიწადი, იქაც ძალიან მიწყობდნენ ხელს პარალელურად ჩიკაგოში ვიმღერე, აქტიურში დავიწყე მუშაობა გენუაში და ასე შემდეგ. არის სატელეფონო ზარი გისმენთ? გამარჯობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა თქვენს გილოცავთ. სასწაულს, ბედნიერებას და მადლობთ. და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დროული იყო პატარა ნენის კითხვა. ასაკთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან მრავალი მუსიკოსი, მათ შორის პედაგოგებიც არ აქცევენ ყურადღებას ასაკს და ურთულეს პარტიებს მღერიან ასაკთან დაკავშირებით შეუთავსებლად. ამიტომ
მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი მომღერალია, ნიჯიერია და ურთულეს პარტიებს ასრულებს, მაგრამ ასაკიც უნდა გაითვალისწინოს, ეს არის ჩემი რჩევა და პატარა ნინის რჩევა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ზუსტად გამოვეხმაურები ქალბატონის რჩევას თუ ასე დავარქმევ, აბსოლუტურად ვეთანხმები. მინდოდა მეთქვა, რომ ზუსტად ეს აბიგაილი რომ შევასრულე ფესტივალზე ძალიან კარგი კრიტიკები მოყვა პრემიერას და არაერთი წერან გეუბნებოდი კიდეც რომ შენი ლირიზმი აქაც შეიტანე. კი, ზუსტად ესე აღნიშნეს კრიტიკებმა, რომ აი აბიგაილის ეს ურთულესი როლი შეავსო თავისი ლირიზმით და თავისი ანუ კარგად ეწერა გერმანულად, ქართულად ვერ ვთარგმნი ზუსტად ისე. და არაერთი შემოთავაზება მქონდა სააგენტოებიდან აბიგაილის სიმღერის სხვადასხვა თეატრებში, განსაკუთრებით გერმანიაში იყო ძალიან ბევრი შემოთავაზება. ოღონდ იყო აი მთელი სერია სპექტაკლების, თქვათ აი 10 სპექტაკლი, 8 სპექტაკლი და მე ყველა ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ ეს ერთი როგორც ასე ვთქვათ, გამონაკლისი დავუშვი, იმიტომ რომ ვიცოდი ვისთან ვმღეროდი და ვიცი რომ მაესტრო არავითარ შემთხვევაში ისეთ რაღაცას მაესტრო კუნი არ მამღერებს, რაც თქვა ჩემი ხმისთვის აზიანო იქნება და თან გაითვალისწინა ჩემი თხოვნა და გავიყავი სპექტაკლები სხვა სოპრანოსთან ჩემივე თხოვნით, რომ აი რეპეტიციების დროსაც ძალიან დიდი დატვირთვა არ მქონოდა. ამიტომ ამ მხრივ მე ძალიან ფრთხილად ვეკიდები ამ საკითხს და ძალიან ვთვლი რომ ნამდვილად ესე აუცილებლად ასაკის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს და ხმის შესაძლებლობების გათვალისწინებაც აუცილებლად უნდა მოხდეს და თუ გვინდა რომ ანუ ხანგრძლივ კარიერაზე ვისაუბროთ და ხანგრძლივ ვოკალურ განვითარებაზე და ხმის ჯანმრთელობაზე. დროთა განმავლობაში შეიძლება ხმის მცირედ ცვლილებებთან ერთად გაძლიერებასთან, ბევრი რაღაც ნიუანსია ხო? ამასთან ერთად შეიძლება უკვე შემოვიდეს ის პარტიები, რომლებიც რა თქმა უნდა, როგორც ეხლა მაგალითად პირიქით ზოგიერთ პარტიაზე უარი თქვა. რა თქმა უნდა, მე აქამდეც არაერთხელ მქონია ესეთი შემოთავაზება, ეხლა ვერდის ატილა შემოთავაზება, ანუ ეს ერთი რომ მოისმინეს, ჩათვალეს, რომ შემიძლია სიმღერა, მაგრამ რატო, როცა არსებობს 1000 სხვა ლირიული პარტია, რომელიც ჩემს ასაკთან მიმართებაში და ხმის მზაობასთანაც არის სრულიად შესაფერისი და დიდი სიამოვნებით ვიმღერებ ჯერჯერობით ამ პარტიებს და აი ამ ესეთ დრამატულ პარტიებს ალბათ ცოტა მოგვიანებით ისიც სრული დატვირთვით არა რა თქმა უნდა. და ალბათ სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ვისაც არ იყო გონიერება, ჩვენ მომღერლებშიც არიან ესეთები და გონიერებაც არ არის მარტო ეს თუნებაც არის, იმიტომ რომ ისეთ კარგი თეატრებზე იყო ლაპარაკი იყო ლაიფციგის საოპერო თეატრზე, ლაპარაკი იყო დიუსელდორფზე და ნუ ანუ თუნებაც არის რომ აი ახალ თეატრში ჩახვიდეს, მატერიალური ხო რაღაც ფინანსური ისიც არის შემოსავლის სწორად, მაგრამ აი ეს უნდა გეყოს გამჭრიახობა, რომ რა უფრო მნიშვნელოვანია დღეს სიმღერო 5 წელიწადი და დაამთავრო მერე და ნუ სხვა საქმეს მოკიდო ხელი თუ თქვათ აი ნუ უფრო რაღაც ვრცელ ხო აუცილებლად გონიერება აქ საჭირო და გარდა ამისა მართლა ეს ცდუნება არის შემოგთავაზეს ასეთ თეატრში პარტია რომელზეც შეიძლება პერსპექტივაში ოცნებობ მაგრამ უნდა შეგეძლოს თქმა იმისი რომ ჯერ არა კიდევ არის ზარი გისმენთ Revandel Treskelochart, Tamqonsa da Stumars, Tamtel საქართველოს სოფის უსურვებდი წარმატებებს არაჩვეულებრივი ტემბრის სილამაზის ხმა აქვს განსაკუთრებით ზედა რეგისტრში ძალიან გამჭვირვალე და ჰაეროვანი ჟღერადობის და თუ გაქვთ აქ თბილისში შემოთავაზება დიდი მადლობა ზარისთვის ამ კითხვაზე მოდი რაღაც დიდ ხანს ვსაუბრობთ ახლა და მოდი მუსიკალური ნომერი გავუშვათ და შემდეგ აუცილებლად ვისაუბროთ იმაზე თბილისში გვიმღერებს თუ არა სოფი ახლა მოვისმენთ დუეტს ჩემი პარტნიორი არის ჯულიო ბოსკეტი იტალიელი ბარიტონი
თქვენ მოსმინეთ დუეტი ვერდის ნაბუქოდან, სადაც აბიგაილის პარტიას ასრულებდა სოფი გორდელაძე და ბარიტონი იტალიელი ნაბუქოს პარტიას ასრულებდა ჯულიო ბოსკეტი. ახლა ჩვენ შეკითხვა დაგვისვეს, ჩემმა შვილმა დაგისვა შეკითხვა. როდის დაიწყე სიმღერა? თავად ჩვენ რას ურჩევ მომღერლებს, ახალგაზრდა მომღერლებს, კი რა ბავშვებს, ანუ ვიცი, ჩემსაც ძალიან უყვარს სიმღერა და შეიძლება მაგიტომაც გაუჩნდა ეს კითხვა. ღირს პატარებმა დაიწყონ სიმღერა თუ მაინც გარდატეხის ასაკს დაელოდონ და შემდეგ? იცით რა, მე ვფიქრობ, რომ გარდატეხის ასაკში უშუალოდ არ არის სასურველი რაღაცა, თავისთავად. მაგრამ იქამდე რატო არა, რაღაც მარტივი სიმღერები, ისეთი, ვთქვათ, არა მაინდა-მაინც საოპერო, ან ვთქვათ, იგივე კლასიკოსი კომპოზიტორების სიმღერები რაც არის, რატომაც არა შეიძლება ნამდვილად ხმაზე მუშაობა, მთელი დატვირთვით არა, მაგრამ ძალიან დახვეწავს სმენას და გემოვნებას და კი საჭიროა და მე უკვე გარდატეხის ასაკის შემდგომ 15-16 წლიდან უკვე შეიძლება. შენ სულ ეს პერიოდი მთლიანად სულ გულიკოსთან იყავი? მე უკვე როცა მე დავიწყე, ანუ 17-18 წლიდან კი ქალბატონ გულიკოსთან დავიწყე. გულიკო კარიაულთან. გუშინ რეკვიემში მისმა სტუდენტმა იმღერა მშვენივრად. ეჭვიც არ მეპარება. მე მინდა ქალბატონის შეკითხვასაც გავსე პასუხი, რომელმაც ბოლოს დაწერა და დარეკა. თბილისის ოპერას რაც შეეხება, ეხლა ხანს გაიხსნა და მე იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ აუცილებლად იქნება რაღაც ჩემი ხმისთვის შესაფერისი ოპერები, პარტიები და მე სიამოვნებით ჩამოვალ და ვიმღერებ, იმედი მაქვს, რომ შემოთავაზებაც იქნება. იმედი გვაქვს, მოდი, ნაბუქოს თემა ამოვუწუროთ და ფინალური პატარა სცენა, პატარა არა, ნუ ფინალი მოვისმინოთ ოპერისა, სადაც დირიჟორი არის გუსტავ კუნი.
პატარა ტაში მაინც იყო ბოლოში მე რადიო მსმენელს ვეტყვი რომ ეს იყო ვერდის ნაბუქოს ფინალი სოფი გორდელაძე ჩვენი გადაცემის სტუმარი მღეროდა და ეს იყო ტიროლის ფესტივალის გენერალური რეპეტიციის ჩანაწერი და ამდენად აპლოდისმენტები მხოლოდ ბოლოში ეს კანტიკუნტად გაისმენდნენ ცოტა ესწრებოდა ბუნებრივია პუბლიკა და არ არის მიღებული თუმცა არა იქ დახურული ზოგჯერ ღია გენერალური არის ხოლმე მაგრამ ამ ფესტივალზე ყოველთვის დახურულია და მარტო თეატრის მესვეურები კოლეგები და რაღაც ესე თუ დაესწრებიან შემდეგი მუსიკალური ნომერი რომელიც უნდა მოვასმენინოთ ჩვენ მსმენელს ეს არის ისეთი ძალიან სამოყვარულო გადაღებული თუმცა ხმა კარგად ისმის და ამაზე მინდა გითხრა ეს არის საკონცერტო შესრულება შტრაუსის ღამურასი და საერთოდ ეს ჟანრი ოპერეტა მიუზიკლი ვთქვათ თუ რაღაცა ადგილს იკავებს შენთან რომ ხმა ისეთი გაქვს მსუბუქი გარეგნობა ისეთი გაქვს ახალგაზრდა გამხდარი მოქნილი მადლობთ რა თქმა უნდა რამოდენიმეჯერ მაქვს ნამღერი ერთ-ერთი აი ეს ღამურა იყო ლიონის აუდიტორიუმში რომელიც წელს ახალ წელს ვიმღერეთ ანუ 2015-2016 წლის დასაწყისში და მეორე იყო შოსტაკოვიჩის მოსკოვი ჩერიომუშკები რომელიც ასევე ოპერეტა არის ჩიკაგოს ოპერაში ვიმღერე 2012 წელს რა თქმა უნდა ოპერეტის სიმღერა უფრო ნაკლებად მიწევს ვიდრე ოპერის თუმცა ძალიან ისეთი კარგი კონცერტები იყო ეს განსაკუთრებით ღამურა ისეთი სახალისო მუსიკა არის და ეს ძალიან პატარა ნაწყვეტი არის ისეთი სამოყვარულო ტელეფონით გადაღებული უბრალოდ მაგრამ ხმა ისმის კარგად ხმა ისმის და ოდნავ ეს არის საკონცერტო შესრულება როგორც ვთქვი და ვინ არის შენი პარტნიორი აქ ჩემი პარტნიორი ტენორი არის ავსტრიელი ტენორი ფრანც სუპერი და დირიჟორობს ავსტრიელი ვენელი დირიჟორი საშა გიოცელი რომელმაც ძალიან კარგად სტილი და ეს რა თქმა უნდა იცის ავსტრიელმა მოდი გავისმინოთ პატარა ფრაგმენტი ეს იყო პატარა ფრაგმენტი შტრაუსის ღამურადან და ბოლო მუსიკალური ნომერი გვექნება მოცარტის დონ ჯოვანი ამას დუეტი დონ ჯოვანის და ცერლინას დუეტი და ამაზე მინდა ამ სპექტაკლზე მინდა გითხრა ეს თანამედროვე დადგმა დიახ ეს არის გენუის კარლო ფელიჩეს თეატრის ჩანაწერი რეჟისორი გახლდათ იტალიელი ქალი რეჟისორი როზეტა კუკი და ჩემი პარტნიორი ამ დუეტში არის ერვინ შროტი თანამედროვეების როგორც ცნობილია ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონ ჟუანი არა მხოლოდ სცენაზე როგორც ამბობენ და ესეც თებერვალში იყო ეს სპექტაკლები შედგა იტალიაში და ეს არის ის გენუა, სადაც კვლავ გაქვს მიწვევა რამდენიმე სპექტაკლი. კი, ეს არის გენუა, სადაც არაერთი სპექტაკლი მიმღერია და კიდევ ალბათ სამომავლოდ ვიმღერებ არაერთს.
ძალიან მიყვარს ეს თეატრი. სოფი, ჩვენი გადაცემის დრო მიწურება, მინდა რომ ეს დუეტი მთლიანად მოვისმინოთ. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. სოფი გორდელაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც ერმილ შროტთან ერთად ახლა ცერლინას. დიდი მადლობა ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოდიوار თქვენთან სტუმრად. ამ დუეტს შეასრულებს ხმის რეჟისორი გახდათ ინგა გურგენაძე, ინტერნეტით ჩვენი ეთერი უზრუნველყო ნოდარ კაცაძემ და გადაცემას უძღვებოდი მე მარიკა ჩიჯავაძე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ბზობის წინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით და დონჯოვანისა და ცერლინას დუეტით ვამთავრებთ დღევანდელ გადაცემას. ცერლინა, სოფი გორდელაძე. მხოლოდ ოპერა. მარიკა ჩიჯავაძის საავტორო პროგრამა.